მდე. დე. კაი, უცბად შევაგდო ეს ახლა. კამერა იწერს. წავედით. მოგესალმებით მეგობრებო, შემდეგი რამოდენიმე ეპიზოდი, სავარაუდოდ 2 ან 3 იქნება ჩვენს სვანეთში მოგზაურობაზე. ქართველ იუთუბერებს შორის ნაკლებად პოპულარული მიმართულებაა სვანეთი რატომღაც, განსაკუთრებით მოტოების მხრივ. ალბათ უფრო მისი სიშორის გამო, გზების სირთულის გამო, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ვარ adventure-ით და თან არცეც მანამდე ამ კლასის ბაიკებთან შეხება არ გქონია. ასე რომ დაიწყოს თავგადასავლები. გზა სვანეთისკენ. დღე პირველი. თავარია ჩავახციოთ მესტიაში. ოიც, ავარიულები რატოა ანთებული? საიდან ითიშება, ან რატო აქვს მოტოს ავარიული? ეს არის. ძალიან უცნაური შეგრძნება მაქვს. სპორტი და adventure-ზე როჯდები. პირველი ეს საბურავები. ტურ ენდურო საბურავებზე არ მივლია არასდროს და ხმაურიანი არის. თქვენ ალბათ ნაკლებად გესმით ამის ხმა, მაგრამ მე მესმის. და კიდევ ის რომ სპორტზე უფრო კარგად იმართება. ზედმეტად კარგად. გაჩერება პირველი. გიო, მოდი. ამან უკვე გააფუჭა. ბიჭო, პროსტა ქალაქიდან გავიდეთ, ავტობანზე ეგრევე სწრაფად და ზესტაფონში გავჩერდეთ რა. სადმე ორი უკმა ზესტაფონამდე არ გამ. სადაც იტყვით. აი რამე სმარტში შევჩერდეთ უცებ იქ გორს რო. გორში, კაი. შო წიანად. კაი ჩემო ძმა. რა პატკარი დესპორტი გაქვს შენია? ახალია ბრატ. ჩამოიყვანე? იაპონიიდან ჩამოვიყვანე და მარჯვენა რულიანია რა. ორჩა, დავიძარით საბოლოოდ. კვესტი პირველი, თავარია თბილის გავცდეთ. აი დილით ლამაზია რა. სანამ საცობები დაიწყება. მერე საცობში როდ გახარ აღარ გინდა, არც სილამაზე გინდა, არც არაფერი. როგორც იქნა. ამ ჩვენი მოგზაურობის თავარი მუღამი არის ის, რომ ერთი და იგივე ბაიკით არ ვიმოგზაურებ სულ. შევცვლით მუდმივად ბაიკებს. ეს ახლა ყველაზე პატარა არის Honda NX500. შემდეგი არის 650-იანი Suzuki და Transalpi Honda ისიც 750-იანი. აი, აგერ სპარტაკი მოდის Suzuki-თან ბოდიშით, დათა მოდის Suzuki-თ. სპარტაკა მოდის Suzuki-თ. ხოლო წინ კი ჯორჯი თავის შვილთან ერთად. დიახ, წლები გადის, ბავშვები იზრდებიან. ამ წუთას სიმართლე გითხრათ, ბევრს ვერაფერს ვიტყვი ამ ბაიკებზე, იმიტომ რომ adventure-ებთან შეხება ფაქტობრივად არ მქონია, არასდროს არ მიტარებიან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთხელ 50 მეტრზე გადავაყენე უბრალოდ. აქ გვაქვს 57 ცხენის ძალიანი ძრავი. ეს ძრავი გამოიყენება Honda CBR 500-შიც. თვითონ ბაიკი ახალია, ეს 2025 წლის არის, სულ ახლახანს გამოუშვა Honda-მ ეს მოდელი. უბრალოდ ძრავი არის ძალიან ძველი, გამოცდილი, უპრობლემო და აი ალბათ ძალიან უნდა მოინდომო რომ გააფუჭო და ვერ გააფუჭებ. Honda-ს adventure-ებში ეს კუბატურა ხა დიდად მაინც არ აინტერესებდა, მაგრამ კონკურენცია ძალიან დიდია ამ კლასში. ჩინელები უშვებენ, იგივე CF Moto, KOWE, BMW-საც ყავს 450 მოდელი, KTM-ია 390 და ბევრი არის. ამიტომ იზოლებულები გახდნენ ეს მოდელი გამოეშვათ. რეალურად ამის თავარი გამოწვევა უფრო ავტობანი იქნება, აი იმ ბაიკებთან როგორ იulis ეს, რადგან ნაკლები სიმძლავრე აქვს, თორე მინი ოფროუდში და მთებში ეს უფრო კარგი სამართავი იქნება ვიდრე ისინი. ნუ ნახოთ. წავედით.
ამას ყავდა წინამორბედი CB500X თუ რაღაც ეგეთი. იმასთან შედარებით შეიცვალა ის, რომ პლასმასი აქვს სხვანაირი, უფრო რალის სტილის. წონა არის სულ 3 კილოგრამით შემცირებული, 196 კილოგრამი არის. ხო, ედვენჩერები მძიმეა ზოგადად და ეს მსუბუქად ითვლება ახლა. და ამ სამი მოტოდან ეს არის ერთადერთი, რომელსაც ჩვეულებრივი ალუმინის გამოსხმული დისკები აქვს. დანარჩენი ორი უკვე სპიცებზე არის. ნუ სპიცები ოფროუდისთვის უფრო კარგია იდეაში, მაგრამ აი ეს მოტოები რამდენად გამოდგება ოფროუდისთვის, გამოჩნდება ჩვენს მოგზაურობაში. თან დიამეტრიც უფრო დიდი აქვს საბურავების და წესით კარგია. ამორტიზატორები აქ ახლა ხედავ შოვა არის წინა და უკან არის პროლინკის არის ასეთი ბრენდი. ნუ როგორ გითხრათ ახლა სპორტბაიკის მერე ამაზე რო ჯდები, დიდი სვლა აქვს, ძალიან რბილია და აი უსწორმასწორობებზე რო გადავდივარ ძალიან რბილად. ახლა იმაზე ჩემი სპორტბაიკით ძველით რო გადამევლო და დემფერი რო არ მქონოდა სიტყვაზე ვობლინგი ეგრევე. ნუ აქ რავი დალივლივე. პირველი მოგზაურობაა, როდესაც ზურგზე ჩანთა არ მიგიდია სხვათა შორის. სპორტბაიკზე არ ვართ განებივრებულები ამით ზოგადად. ამ კოფრებში, ჩანთებში გვილაგია ყველაფერი, 4 კაცის. ბევრი იკითხავს, რომ რატო დიდი ბაიკები არ აიღეთ უფრო. მოდი ასე გიპასუხებთ. ამ კლასს ხავს თავისი ღმერთები. მაგრამ იმ ღმერთებამდე ასეთი ბაიკები გავიცნოთ ჯერ ახლოს. ასე რომ რადგან პირველი შეხება გვაქვს ედვენჩერებთან, ჯობს ასე დავიწყოთ. გაჩვენოთ ვობლინგი როგორ გამოიყურება. ოდნავ წავკარი ხელი. გაჩერება ნომერი 2. კი მე ხელოვნურად ჩავაგდე. ოდნავ ხელი მივკარდა და ეს ვაფშე არ ვიცი, შეიძლება აეროდინამიკა აქვს სხვანაირი ან ამორტიზატორი, არ ვიცი. ესენი ორი ზიან ზედ. ვაგზელებთ გზას, შემდეგი გაჩერება უკვე ზესტაფონში იქნება. ძალიან კარგი რამ, რაც შევნიშნე, არის ის, რომ წვა არის ძალიან ცოტა აქ. ჩვენი ბაიკებით რომ მოგზაურობთ ხოლმე, ესენი MT9-ებით იყვნენ. პირველ ჩასხმას უკვე გორში ასხავდნენ. ნელა არ დავდიოდით. სპორტბაიკი გიწევდა ცოტას, მაგრამ ესენი დაახლოებით რავი 25-30 და უფრო მეტსაც გიწევდნენ ხოლმე 100 კილომეტრზე. აქ რავი 5 ლიტრა, 4 ლიტრა დაახლოებით ამ შუალედში წვავენ ეს ბაიკები სამივე. საჭის ქანავს იწყებს. გვერდითი ქარი არის და ნუ მსგავსი რამ ნორმალურია. აი სად გამოჩნდა ამის პატარა ზრავი. ორი კაცი ზის, მაგრამ 750 კუბია და გაფრინდა გიორგი. 155-ით ვიდივარ, მეტი აღარ შეუძლია. აკლდება პირიქით. A few inches later. რიკოთ, რას ვიფიქრებდით თუ ოდესმე რიკოთის უღელტეხილს და ამ მონაკვეთს ავტობანი დაფარავდა. ნუ ზოგიერთ მონაკვეთზე მთები როგორც არის მოჭრილი, რაღაც კითხვის ნიშნებს აჩენს უსაფრთხოების ამბავში, მაგრამ რავი, ჯერჯერობით კარგად არის. ერთადერთი ახლა რაც აქ არ მომწონს მართლა, ნუ დანარჩენი ყველაფერი გასაგებია, პლუს მინუს შევეჩვიე. ელექტრონიკაშიც აქ რეები გვაქვს. ABS-ი, ტრექშენი, ონი სხვა ისეთი არაფერი არა გვაქვს. რაც არ მომწონს არის, რომ იაპონელები არიან ჟმოტი ნაბიჯრები. კრუიზ კონტროლი სად არის? სპორტბაიკს არ დაუყენო, ნუ კარგი ჯანდაბას. მაგრამ რავი,
სადაც აი ეს TFT ეკრანი დააყენეთ, ლამაზი. აგერ დამტენიც კი არის გამოყვანილი. რა გახდა ერთი კრუიზ კონტროლი? მით უმეტეს Honda თავად არის ტექნოლოგიების შემქმნელი, ინოვატორი. Adventure-ია ბოლოს და ბოლოს. იმედია შემდეგ ორ ბაიკზე არის, ნახოთ. ნელას ვიადი არ შეგაშალოს ხელი და ნუ დადიხარ ბიჭო ეგრე, ნუ! ეს დაბრუნდება ერთი 2000 ლარის ჯარიმები. აი ძალიან უცნაური რამეა. ფეხზე შეგიძლია ადგე და დაისვენო ბაიკზე, ისეთი გეომეტრია აქვს. აი გადასახვევია, იმედია დაინახეს. ზესტაფონო გშორდები. ჩემი მშობლიური ქალაქი. რაც ავტობანი გაიხსნა, დაცარიელდა უფრო, ისეთი მოძრაობა აღარ არის. ნუ აქ ვინსად უხვევს, ვინსად ატრიალებს. პატარა ქალაქია რა. და ჭირდება. ყველა იცავს. ჭირდება მაგრამ. ასა ზოგიანი რაიდი ბიჭო. იცოცხლე, ბედნიერი. ამოვიღოთ ხაპაჭურს. იმერეთის ხაჭაპური არის ცხონება. იღებ ხო Suzuki, შემდეგი ბაიკი, რომელიც უკვე ამ სამიდან არის შუაში, კუბატურით 650 კუბია, Honda-ზე უფრო ძლიერი, კლასით ოდნავ უფრო მაღალი იდეაში და როგორც უკვე მიხვდით, ჯერ ტესტავ ბანზე, სწორმონაკვეთიან ბაიკებს, თან აქ უკვე მეტი სიმძლავრეა და ჯერ ამ პარამეტრით ვადარებ ერთმანეთს თუ როგორ უმკლავდება ამ დავალებას, ხოლო მთებში უკვე დანარჩენი გამოჩნდება. ოჰო! ძალა იგზნობა, ძალა! ბიჭო, რაღაც საჭე უფრო ზევით არის თითქოს. უცნაურია. საწვავი გვინდა. ეს სულ სხვა რამეა. ეს სულ სხვა რამეა. ეს მაგარი სასაცილოა. პეგებიც წინ არის, საჭე მაღლა უფრო რა ვაფშე სხვა არის. ცოტა რაღაცას გავს მაგ. მილაბში ფერი ეცნო. აქ იმენა 2000-იანები. რამდენი ჩავიდა ფასტერ? 7-დან 9. მეტია რა? ბიჭო 200 კილომეტრში 7 ლიტრა? 100 ჯერ არ გვაქვს. 180 უეჭველია. ძალიან ცოტა სწავს. ნუ კაი 8 ლიტრა აიღე, 4 ლიტრა 100 კილომეტრზე? რიუსია რა. ეს სავსე იყოლება, ნუ. უჩვენებდა, მაგრამ რამდენი აქვს? ანუ აქაც ეგ 7 ლიტრი ჩავიდა. მაგარია. თორე მაგარია. ელემენტი დაჯდა, გაუთვალისწინებელი შეჩერება იყო. ზოგადად ეს ბაიკები, ვესტრომები, Suzuki. ყოველთვის მომწონდა ამათი დიზაინი. ცუდი არ არის. ეს წვეტიანი ცხვირი წაგრძელებული BMW GS-ებს მაგონებს, მაგათ აქვთ აგრე. ერთი არის გვერდიდან რომ სიმპათიას იწევს ბაიკი, მაგრამ აქ რო ვზივარ, ეს რა არის ხალხო? Honda-ზე ვწუწუნებდი რომ აი იქ კრუიზ კონტროლი არ აქვს. რაღაცეებში დაზოგეს ტექნოლოგიებს ბაიკებში არტენიან 90-იანების დაფა. არ გწვენიათ მაინც 2023 წლის მოტუარს, სულ ახალია. თუმცა, ნუ სიმძლავრე აქვს. აქ 650 კუბია, 70 ცხენი, 62 ნიუტონი. ნუ უკვე ძალა იგზნობა. აგრეთვე ჯდომაც სულ სხვა აქვს, თითქოს საჭე ყველაფერი უფრო ზევით არის, ფეხები ცოტა უფრო წინ გაქვს. აი Honda-ს უფრო ის კონდა, სპორტულივით. NX 500-ისგან რადიკალურად განსხვავდება.
ხო, რაღაც რეჟიმებსაც აქ ვერაფერს ვერ ხედავ, არა აქვს, ABS-ი აქვს და traction. რაც სამწუხაროა, ABS-ი არ ეთიშება და off-road-ში ეგ ცუდია. ასე რომ ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, როგორც Honda აგრეთვე ეს არიან უფრო ასფალტის კრუიზერები, რომელთაც ხანდახან პატარა off-road-ში გადასვლა შეუძლიათ. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი თითქმის ნულოვანი გამოცდილებისა adventure-ებში, მეც კი ვიცი, Vestromი არის ლეგენდა. ეს არის, არ ვიცი, უკვდავი ზრავები დევს ამაში. რაც არ უნდა რაღაც ელექტრონიკაზე ყველაფერზე ვიწუწუნო და მინუსებში გავიყვანო, ზრავი, არ ვიცი, 200,000 ისე გაივლის, თითქოს არც არაფერი. ქუთაისში არ შევალთ, სამტრედიისკენ წავალთ ავტობანით. ეს თავარი მიზანია, რომ უბრალოდ მესტიანთი ავიდეთ როგორ. ვობლინგში ვარდება. გონი ეს კრუიზერების საერთო სენია. მაღალი რო არის და ქარი რო უბერავს, აი ერთი ხელის წაკვრა და სახალისოა. კრუიზერი ვარ. არა, თავისი პლუსები აქვს. ვერ იტყვი. ასე რომელ მოტოზე ივლი. ნუ, იმდენად არაფერი ხდება აქ, საინტერესო. რა იზოლებული ხარ, ასეთი რამეები იპოვო რა. მაქსიმალური შეზღუდვა 160-ზე გამოდის, ნუ ზრავს შეუძლია 160-იც და 200-იც ალბათ, მაგრამ ნუ ვობლინგში ვარდება მერე და როგორც ჩანს ეს კრუიზერების საერთო სენია. თუმცა პატარა Honda უფრო სტაბილურია. ის თავისით მაინც არ ვარდება. და თამაც ეგრე რა. Das ist fantastische Motorbike. ავტობანი მორჩა, სამტრედიასაც მივუახლოვდით. და რადგან საზღვაო სეზონია, ყველა მიდის ბათუმისკენ და საცობი რა თქმა უნდა. შემოყენით რა ორი წუთი. ოკეი. ცოტა შევისვენეთ, გიომ ცუგო გადაარჩინა სიკვდილს. მანქანა ეტაკებოდა. გაგისწორდება ეგ. ყველაზე სუსტი არ ნიშნავს ყველაზე ცუდს. ვაიმე, ძაღლო რა გინდა? გადმოვიდა. აბა, აქ რა ხდება? Traction control-ი, ვაიმე, ამ ძველ პანელზე რო traction control-ი ეწერება, როგორი უცხოთ არის. არა, კოლოფი ძალიან კარგი აქვს, ანუ ნუ ძრავი და კოლოფის კეთება იაპონელებს არ ეშლებათ. და ეს სარკეები, ვაიმე, გეუნები, აი დროის მანქანა არის რა. სენაკთან გზა ორად იყოფა. გადავწყვიტეთ ცოტათი უფრო გრძელი გზით, ზუგდიდით წავიდეთ. გონი ჩხოროწყუ არის ზემოთ, ხო, ჩხოროწყუდანაც ადის პირდაპირ. თუმცა როგორია გზა არ ვიცი. ბაბუ, რას საკეთებ, ბაბუ? იგზნობა სინესტე, ზღვის ხაერი, სამარგალო. ესეც აბაშის ცენტრი.
ბევრი მწერდით ხოლმე რომ აი სამეგრელოშიც ჩამოდი სამეგრელოში და სამეგრელოში ვარ. ერთი-ორი სიტყვაც ახალ კამერაზე DJI Action 4 ვიყიდე. მალე ეს კამერა გახდება მთავარი, ხოლო GoPro დამხმარე კამერად გადაინაცვლებს. უბრალოდ აქსესუარები ჯერ კიდე გზაშია, ერთი ელემენტი მაქვს მხოლოდ ამაზე და ამჯერად იქნება დამხმარე კამერა. იმიტომ რომ GoPro-ს ნდობა, ფიზიკურად აღარ შეიძლება და რეალურად ახლაც არ ვიცი ეს ხმას იწერს თუ არა. თითქოს რუკას რო დახედავ კილომეტრაჟობით დიდი მანძილი გამოვიარეთ, მაგრამ ერთი ამდენი კიდე წინ არის, თანჯერ ზუგდიდშიც არ ვართ შესული. მდინარე ტეხური, აი ბავშვები ჭყუმპალაობენ. სულ რუკა თუ აბოწმე, მერე საინტერესო აღარ არის მოგზაურობა. სენაკ ეს ალაგ-ალაგ რო არის ობიექტები, რაღაც ველური დასავლეთივით არის. სასმელზე უარს არ ვიტყვი ჯორჯ. იქ სად მიდიოდით დიდი ტურისტებივით? რა საათი დაკარგე ბიჭო? Citizen-ისა. ხო არ მოიხსა. ხიდის ქვეშ გაკეთა კი? ანუ ეგ რო გრობს გაგზრეს, ხო ერთი მთლიანია. მაშინ სადღაც გექნება. რატომ მექნება? ჩანთაში ხო არ და რატომ მოგზრება აბა? გაუზიანდა რამე და სამაჯური გაწყდა აბა? Later. კალფის მაღაზია. კარგად გვაქვს რა, დაცილ დამუღამებული და ყველაფერი ერთ სივრცეში რო არის. საზღვავის სასმელი საჭმელი კარგია. მე რო რეკლამა მაქვს კალფისთვის გაკეთებული სრულიად უსასყიდლოდ, ისე არავის. თუმცა თანამშრომლობა მაინც არ უნდათ რატომღაც. თქვენი მარკეტინგი როგორ აზროვნებს, არ ვიცი. თქვენი საქმის თქვენ იცით, ვერავის ვერაფერს დავაძალებ. ზუგდიდი სახუმე. მოვა ეგზროც. დაუბრუნდებით აუცილებლად. სადო ართ? ხობი? მგონი ხობია. აქ კაი ამბავი არ ხდება. ცოცხალია. თავარია ცოცხლები ხართ. წავედით. შემდეგი ზუგდიდია. ისე ამ მოტოზე უფრო დასვენებული ზიხარ ვიდრე იმ პატარა ჰონდაზე. ეს უფრო ლივლივა. რა ხდება? ხიდი აღარ არის თო. გზები აქ თუ ცუდ დღეშია. ჯერ ზუგდიდის შესასვლელთან. სვანეთში რა დღეში იქნება. აქაც გზა აღარ არის. ყველაზე ლამაზი დროშა მსოფლიოში. რაღაც საეჭვოდ ჩამობრელდა და აგრილდა. აგრილება კარგია. არ ჩანს საერთოდ იმხელა პოლიციის მანქანა. ჯიგრები ხართ ბიჭებო. სამეგრელოს დედაქალაქში ვართ. ბიჭებმა მითხრეს გაგვიძახი წინო, მიდი შენიცი გზებიო და მეც დიდი მცოდნესავით გავიჭერი ახლა წინ. უკან მომყვებიან.
ამათ თუ გონიათ ახლა რამე მახსოვს და ამათზე მეტი ვიცი ძალიან ცდები. ინტუიციას უნდა მიენდო რა. გთხოვთ ქალბატონებო. ეს უკვე ქალაქია ძმაო. ანუ ეს კაია, ხო? ეგ ძალიან კაი. და ბოლოს რა თქმა უნდა ტრანსალპი Honda 750 კუბიანი, ნუ ამ სამიდან ყველაზე ძლიერი და უფრო პრემიალური, ასე ვთქვათ. ერთი შეხედვით მართლაც რომ საუკეთესო არის, ნახოთ რა სიზავს. წავედით. ეს სულ სხვა ამბავია. საწვავი შევივსოთ. მოკლედ, თვითმომსახურება არის. აქ წინას არ უთითებ, რამდენსაც ხავ და წავიდა გამოცნობანა. აი, რამდენი ჩავარიცხოთ ისა. მოკლედ, ზუსტად გავთვალე 30 ლარს გავუშვი და პირზე აივსო თან დაეხურა ხუფი. ესენი მარჩიელობენ. One eternity later. ეს უკვე საშუალო კუბატურაა, ზომიერი, მძლავრი, სადღაც 210 კილო. ერთო გამახსენე. გონი სწორად მივდივარ. 90 ცხენი, 75 ნიუტონი, ეს უკვე სერიოზული აპარატია. დაფაც ისეთი უფრო თანამედროვე, ინფორმატიული. სვანეთისკენ როგორ წავიდეთ? Later. არა, ნუ ეს ყველაზე სტაბილურია. ელემენტ. რა? ელემენტ გამო. ელემენტი მაგრამ აი ისა რა სწორია რა აი Suzuki ისუა რა ანუ აი არც ხასიათია იმას აქვს ხასიათი ამას ეს ამას მაგარი ხასიათია აი ამას არაფერი არა просто დად ალბათ არ გაფუჭდება არასოდეს მოკლედ ახლა საუბრობდით შევთანხმდით რომ Honda არის ადამიანი რა ტრანსალპი რეალურად დიდი ხანია იწარმოება ძალიან გონი 80-იანებიდან უბრალოდ ამ კუბატურაში ყველა მწარმოებელს ყავს ბაიკი კონკურენცია არის ძალიან დიდი და შესაბამისად Honda-მ რამოდენიმე წლის წინ გონი 23-ში განაახლა ეს მოდელი და ეს არის ზუსტად განახლებული ვარიანტი ელექტრონიკა გვაქვს სხვადასხვა რეჟიმები სტანდარტი სველი რეჟიმი ქვიშის გონი სპორტიც და იუზერი. ნუ იუზერი ყველაზე კარგია პირდაპირ გეტყვით, შენ ჭკუაზე დააყენებ იქ engine braking-ი, ძრავით ამუხრუჭება, traction-ი, ABS-ი ჩართული გამორთული და რა ვიცი, მე მომწონს. სტაბილური ბაიკია, კარგია, ერთადერთი, ნუ ეს cruise control-ი აქაც არ არის. რაც არის, ეგ არის. მაჯა ავარჯიშეთო გვეუბნებიან იაპონელები. რა არ მომწონს ახლა აქ მე კიდე საქარე მინა ცოტა მეპატარავება და ავტობანზე ალბათ უფრო მეტად დაუბერავს თუმცა ოდნავ დიდის დაყენებაც შეიძლება ალბათ სხვა დანარჩენი რავი ამ მშვენიერი მოტოა მოსახვევები როგორც იქნა 500 კილომეტრი ვიარე მოსახვევები დამენახა მე მგონი მიდი პატარა Honda ძალიან დიდი მადლობა რაოძია რა მოყევი ზიპლაინი იხსნება რა ხდება ობიექტზე ბეჭო შვიდობაა რა ეგ 3 მეტრაა გასათხრელი ხო იქით ტრაქტორი ამოსაყვან ძიმე ტექნიკა რა ხო და რავი რაღაცა იქნება ალბათ შემდეგ წელს დავასრულებ რა აჰა ის ზედამხედველობა როდის მოდის ვიცი რაგი
იყვნენ მასულები, მაგრამ წავიდნენ. ბიჭო, ხერმა ჩავდივართ თუ ზემოთ. რაღა ქვევით ბიჭო. ლივსა მოვედით ახლა. არა, იგი ამ შენობას ყოველს გასწები და ადარი გადასახე. დაეშვე ბუდილე ვა? არა, მადლობა. კარგად დაუგუბებიათ. ძალიან მასშტაბური. იღებს. ხო, აქ რაღაც ფრანკენშტეინობა გავაკეთე გზაში. DJI დაიტენება. ნორდენი. რუსები, ფუ თქვენ. ოპა. ენგურხესი არის შედევრი. ნუ საბჭოური, მაგრამ ქართული გენია არის. Next station, Mestia. აფუჭებულია, მტვერია, ძალიან სახიფათოა, აი. ულამაზესია, არა რა ვიცი, ერთი წაქცევა შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ჯებირები კი აყენია ყველგან, მაგრამ სხვათა შორის რაც უფრო მაღლა ადიხარ ზღვის დონიდან, ძლიერი მოტოს უპირატესობა აქ უფრო ჩანს. ცოტა ცხენები აკლდება ხოლმე რა დრავებს. და ვეღარ გამოიმუშავებს საკმარის სიმძლავრეს და პატარა ბაიკებს უჭერთ ხოლმე. აი რაჭაში რო ვიყავით მრავალ ძალზე მაშინ ნინძა 300-ით რო გვახლდა ერთი მოკდა ბაიკი. სულ ბრმა მოსახვევებია. რადგან აქ, რა ვიცი, რამოდენიმე წელიწადში ერთხელ დავდივარ, რა თქმა უნდა აღარ მახსოვს გზები. არ იცი წინ რა ხდება. ულამაზესი. რაც შეეხება ტრანსალპს და ზოგადად პრინციპში სამივე მოტოს. არიან ძირითადად ასფალტის ადვენჩერები, რასაც ვუყურებ. პირველი შთაბეჭდილება არის, დანარჩენი უკვე ხვალ გამოჩნდება. და ზეგ ცოტა ოფროუდზე რო გადავალთ, შეიძლება ვწდები. თუმცა პირველი შთაბეჭდილება არის ისეთი, რომ აი SUV ჯიპები როგორც არის ავტომობილებში. უნივერსალები, თან რო ჯიპია, თან არ არის, თან ქალაქისთვის არის, თან ტყისთვის არის, პიკნიკისთვის, თან ბოლომდე არც ერთში რო არ ვარგა. აი რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება არის. ერთო რა მასშტაბური. ტრანსალპს კიდე რა უცნაურობა აქვს, გონი. რასაც ვაკვირდები, ძირითადად მოტოების უმეტესობას დღეს აქვს უკამერო საბურავები. ხო, ამას კამერიანი აქვს. არ ვიცი ეგ იაპონელებმა რატო ქნეს. უკამეროს პლუსი ის არის, რომ რო რამე და დაიშვას, გვიან იშვებს, რა, გვიან იჩუტება. ხოლო უკამერო, რავი, გასკდა და გასკდა. გაჩერდები ეგრევე. აი ეს გვირაბები ყაზბეგში რო ვიყავით მაშინ ეგ გამახსენა. ოჰო. როდესაც გვირაბი განათებული არ არის, ცოტა ნელა უნდა შეხვიდეთ, თორე არასდროს არ იცი ასეთ ადგილებში იქ რა დახვდება. მაშინ ჩვენ მეგობარს ძროხა დახვდა, წამოწოლილი პირდაპირ წინ გვირაბში და წაიქცა. ხელი მოიტეხა და ხელმოტეხილი თბილისამდე დაბრუნდა. აი თავგადასავალიც ასეთია უნდა. მოტოზე დაჭდა, მოტოთი დაბრუნდა. ქართული შვეიცარია. ამ გვირაბების განათება რა გახდა? ვაიმე რა მხელა 40 ვაცილე. არ ჩაარტყას ემანახ.
ახლა რა ხდება? ძალიან ზღაპრულია ეს ყველაფერი. სინათლე გვირაბის ბოლოს. აი უღრმესი მადლობა მოტოთრაველის ბიჭები. ასაკუთრებული მადლობა, რავი, დემეს და ნიკას, რომ გვათხოვეთ ეს ბაიკები თქვენს გარეშე, ეს ტური, ეს მოგზაურობა უბრალოდ ფიზიკურად არ იქნებოდა. მოტოების გაქირავებით არიან დაკავებული. ნუ ჩვენთან ახლა მოტოების ქირაობის კულტურა დიდად არ არის და მათი კლიენტების 95% არიან უცხოელები და პრინციპში არ ვიცი, არ გადამიხედავს ახლა სტატისტიკისთვის, მაგრამ ყველა ქვეყანაში ძირითადად უცხოელები სარგებლობენ მსგავსი სერვისებით. იმიტომ რომ ძალიან კარგი საშუალებაა საზღვარგარეთ რომ მიდიხარ, მოტო იქირაო და იმ მოტოთი დაათვალიერო ის ქვეყანა, აღმოაჩინო, ასე ვთქვათ. ასე რომ თუ ვინმეს გაქვთ სურვილი რომ იქირაოთ, არ ვიცი, ყველანაირი მოტო ყავთ, ყველა საჭირო ეკიპირებით, ტურებსაც აწყობენ თვითონ, როგორც საქართველოს, აგრეთვე სომხეთის მასშტაბით. ან მაგალითად თუ უცხოელი სტუმარი ჩამოგივათ, ოდესმე გესტუმრებათ და მოტოები უყვარს, შეგიძლიათ ურჩიოთ ეს კარგი ხალხი. ნახვამდის ცივილიზაცია. გამარჯობა ველურობუნებო. ნახვამდის ველურობუნებო. გამარჯობა ცივილიზაციო. კაი საბანაო მდინარე არის იმ. ვაუ! სიტყვები არ მყოფils. არ ვიცი რა ვთქვა. სვანეთი არ გავს არც ერთ სხვა კუთხეს. დარჩა ალბათ 40-50 კილომეტრი. ფაქტია, გზები რემონტდება, მუშაობენ. ვერ ვიტყვი რომ ცუდი გზებია, ჯერჯერობით. გზები კარგია. A few inches later. მორჩა მოასფალტებული, ახლა მხოლოდ ბეტონი. ხო, ზევოთ აღარ მგონია უკვე რომ ასფალტი შეგვხვდეს. აი ეს ცუდია. სწორედ ასეთი გზებისთვის ყავს ეს მოტოები, რადგან ჩვეულებრივი ბაიკები ნუ კი ამოხვალ აქ, მაგრამ ცოდოა რა. ამათი დაკიდება, ამორტიზატორები, ცალკე შენც ცოდო ხარ. ხტუნვა, ჯაყჯაყი, კარგი არ არის. არ ვიცი, ვერაფერს ვეღარ ვიგებ უკვე. მოკლედ, ხან ასფალტია, ხან ბეტონია, ხან გრუნტია, ხან ისევ ბეტონია, მერე ისევ ასფალტია. გარდამავალი მდგომარეობის გზა გვაქვს მოკლედ. რა ხედებია? 2000 years later. აი, გადავწყვიტეთ აქ შევისვენოთ ცოტა ხანი. ჭრდილია ცივილიზაცია. გიოს დაველოდებით ჩამოგჩა. iPhone და BMW. ახლა ხარ სტარტერ პაკეტს. iPhone და BMW ყავს. გაჩერდი ბიჭო, BMW და გეი სხვადასხვა. მე ელექტრომოტოციკლეთს იყიდი, ელექტრომანქანაზე ეგ არის. იქნება სრული პაკეტი მე. დამაბრუნეთ სახში, აღარ მინდა. აქ ვარ დარჩე. რა ხდება აქ? 35 კილომეტრი დაგვჭა როგორც გადავამოწმეთ. 1 საათიანი გზა არის და აიმე რა კარგ ადგილას აქ სახლი. 64-ში ცხოვრობს. სხვათა შორის სტორი მედო ინსტაგრამზე და ლუკამ მომწერა. წინ თუ გზა შეხვდა დაგების პროცესში, რაც არ უნდა გითხრან, არ დაუჯერო და არ გადაიარო ზედო. ცუდად გვახსოვს ძალიან, რას დავამსგავსეთ ბაიკები რაჭაში მაშინ. 2 კვირა ვრეცხავდი. ძალიან რთული სატარებელია, თან გინდა ათვალიერო. თან გზა არის, რა ვიცი, ერთი თვალი აქ უნდა გეჭიროს.
ხან-ხან ზევითაც უნდა იყურო, რავი, ის რომ მოწყდეს ახ. აშკარად ზემოთ ავდივართ უკვე. ამდენი ხანი თუ ისე ნელ-ნელა ავდიოდით ზღვის დონიდან, მაგრამ უკვე მკვეთრად დაიწყო. ეს ასფალტი დააგეს მგონი 15 წლის წინ თუ რაღაც ეგრე რა. აი ეს არის რა, აი ისეთი რბილია და დიდი სვლა აქვს ამორტიზატორსო. დიდად ვერ გზნობ. და 80-ით შეგიძლია იარო ამ დაბრეცილ გზაზე. როცა მოგზაურობა 6-7 საათი გრძელდება დღეში, შენი საჯდომი და ხერხემალი მაინც გზნობს ბოლოს. მოდი გადავიდეთ შემოხვედრზე, აქეთ უფრო კარგი გზაა. თან იაპონურია, ხა მარჯვენა საჭიანია ეს. ტრექშენი მუშაობს ძალიან კარგად. სულ ცურავს უკანა ბორბალი, სულ ცდილობს მოწყდეს და ისე სუფთად ერევა ელექტრონიკა, რომ კონტროლირებად, ასე ვთქვათ, პატარა დრიფტში დგება ბაიკი და სუფთად გამოდიხარ, საკმაოდ ისეთი კარგი სიჩქარით. თან მთელი მუღამი რაშია და პლუსი ამ ბაიკების. ხო დიდია ხა 200 კილო და ზემოთ ზოგადად. თავიდან როჯდები უცხოდ გზნობ თავს. აი ტრექშენი წინციმებს სულ, მაგრამ აი ძალიან მალევე ისე ეჩვევი, ისე რომ ასე გონია რომ მთელი ცხოვრება ამაზე იჯექი, კაცო, გაიზარდე, პირველი ბაიკი იყო, ადვენჩერი შენი. ძალიან ისეთია, უნივერსალური რა. ერთო რა ლამაზი. მესტია 18 კილომეტრი. ცოტა დარჩა. ბეჩოში ვარ ნამყოფი ზემოთ, მაზერი, სოფელი, ბეჩოს თემი, გონი სწორად ვამბობ. და პირველად რომ ვიყავი ერთ ოჯახურ სასტუმროში გავჩერდი. დილით ვიყვიძებ და მეთქი აქ რა გაქვს ძანახავი რა. მე პატრონეს ვეუბნები. რავი, აქვე ერთი ჩანჩკერი გვაქვს, შდუგრას ჩანჩკერი. ნუ 9 საათში მიხვალო რა, ისეთი არაფერიო. სამანქანო გზა არ არისო. გავუყვები ფეხით, მარტივად მიხვალო. 2 საათი მივდიოდი. მერე 2 საათი მოვდიოდი. გზად შემხვდა მესაზღვრე. მეთქი რა ვიცი, აქ მესაზღვრეს რა უნდა. არაო, სწორად მოდიხარო, კაი გზაზე ხარო. მერე იმან მითხრა, ახლა ამ აღმარს გავუყევიო. 15 წუთში ახვალო, 9 საათში ავედი. შდუგრა არის ულამაზესი, ყველაზე დიდი ჩანჩკერი საქართველოში. არაერთი კადრი გექნებათ, განახი უკვე YouTube-დან, ვისაც არ გინახავთ. იდეაში ახ კი ვიფიქრე, რომ დავსულიყავით, მაგრამ ბიჭებმა რო გაიგეს, რომ 7 კილომეტრია ერთი გზა და ჯამში 14 კილომეტრი ფეხით წასიარულო, ლევანი შანსი არ გაქო. ამიტომ შდუგრას ვერ ვნახავთ. თუმცა ვნახავთ ბევრ სხვა ლამაზ ადგილს. გიოს წაომეწია და დათამ გადაწყვიტა hard რეჟიმში გადავიდეს. ცოტა ტემპს მოუჩქარა. და ჩვენც მოუჩქაროთ. უნდა ხარ ტრაილერს ნამდვილად არ ველოდი აქ მე. თუ ადრენალინი იყოს. აი ამას ვამბობდი წეხან. თავიდან უცხოძი ხარ, მაგრამ მე ისე ეჩვევი თითქოს მთელი ცხოვრება იჯექი ამ ბაიკებზე და თავს აძლევ უფლებას, რომ მალევე გავუთამამდე. სვანური ბუზი შემიფრინდა ჩაფხუთში. იმენა ჯიუტია. არ გადის. A few inches later. არის! ჩვენას შევძელით. კოშკები.
ურავს ბიჭო. თითქმის შევედით მესტიაში და ჩვენი მთავარი კვესტი ფაქტობრივად შესრულებულია, მაგრამ ახლა დგება შემდეგი არანაკლებ მთავარი დავალება. უნდა ვიპოვოთ დასარჩენი ადგილი. თქვენ რა გეგონათ, რომ ჩვენ წინასწარ დავგეგმეთ რამე? ჰაერზე ღვთისანაბარა ვართ წამოსულები და ზოგჯერ რომ მეკითხებით ხოლმე, აი გზელმანძილზე მივდივარ სამოგზაუროდ და რა წავიღო, რას მივაქციო ყურადღებაო, აი მე ხერხემალი. რა ვიცი, არაფერი არ წამოგვიღია, ნასოსი გვიდევს უკან საფარგულში. საქართველოს არ დაიკარგები, არ ვიცი. ექსპრომტად, რაც უფრო მოუმზადებელი ხარ, რაც უფრო შეუფერებელია ბაიკი მოგზაურობისთვის, მით უფრო საინტერესოა მოგზაურობა. და ეს ის პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, როდესაც მოგზაურობისთვის შესაბამისი და შესაფერისი ბაიკით ვარ წამოსული, მაგრამ სხვა დანარჩენი საერთოდ მოუმზადებლები ვართ. თუმცა ფაქტია, ამოვედით ჟუჟუს ტერასა. იწერს აეროპორტი 3 კილომეტრში. ჩაარტყი. ბოლოს რო დავინახე, რომ 10 კილომეტრი იყო დარჩენილი გადასახოთ 18 ხო? ხო. ჩავაჭირე და ჩავაჭირე. მოკლედ დღევანდელი დღე მთავრდება აქ. აბაჰე. ნუ სასტუმროს ვერ ვიპოვით, მაშინ რავი შუა ეზოში. შეიძლება აქ დავახტავროთ მართლა. Later that same evening. ეგ არის რა.